ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების მეორე ტურისთვის მზად არის. საარჩევნო უბნები შესაბამისი ინვენტარით მომარაგებულია. ბიულეტენები უბნებზე ხვალდილით დარიგდება. შემაჯამებელი ბრიფინგი ცესკოს თავმჯდომარემ თამარჯვანიამ დღეს გამართა. მისივე თქმით, არჩევნებს 59 ადგილობრივი და 32 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი დააკვირდება. საარჩევნო ადმინისტრაცია სრულ მზადყოფნაშია 12 ივლისის მეორე ტურის ჩასატარებლად. ხვალ დილის 8 საათიდან კენჭისყრისთვის 1525 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ხმის მიცემისთვის თითოეული ამომრჩეველი მიიღებს ერთ საარჩევნო ბიულეტენს. ყველა საარჩევნო უბანს უკვე გადაეცა საარჩევნო ბიულეტენები, ოქმები და სხვა საჭირო მასალა. საარჩევნო კომისიის წევრებს გავლილი აქვთ საარჩევნო ტრენინგები და ისინი მზად არიან არჩევნების ჩასატარებლად. კენჭისყრის პროცესს დააკვირდებიან როგორც შესაბამისი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, ისე თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებული ადგილობრივი, საერთაშორისო დამკვირვებელი და მედია ორგანიზაციები. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 8 თვითმმართველ ქალაქსა და 13 თვითმმართველ თემში ჩატარდება. მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 1525 საარჩევნო უბანი გაიხსნება.